დილამშვიდობის ახალხო, გამარჯობათ. ეს ვიდეო მინდა რომ ყველამ ნახოთ და გააზიაროთ რა. რამოდენიმე დღის უკან მთავრობის კანცელარიასთან იყვნენ მშობლები მისული ავადმყოფი ბავშვების, რომლებიც ითხოვდნენ წამლით დახმარებას რა მთავრობისგან. არავინ არ გამოეხმაურათ, არც არავინ კომპეტენტური პირი არ ჩამოვიდა ამ ხალხთან, რომ ეს სინდრომია სამწუხაროდ, რომ ეს ბავშვები 27 წლამდე ცოცხლობენ დაახლოებით, ხანგრძლივობა მაგათი კუნთოვანი ქსოვილის დაავადება რაღაცა ძალიან რთულ ფორმებში და წამალს ვერ შეულებენ და ითხოვდნენ დახმარებას. მე თვითონ ამ ბავშვებმა ჩაწერეს რაღაცა ვიდეო რგოლები რა. იქ არის წარმოჩენილი რაღაცა ლუკა 12 წლის, დავითი 13 წლის წამალი მინდა და რაღაც. გული დაგეთუთქება რა ამას რო უყურებ. თუ რამე ადამიანური გაგაჩნია შიგნიდან აქ ტკივა რა, ამ ბავშვებს რო უყურებ რაღაცნაირად. ყველა შენიანია, ყველა შენი შვილია, რა ვიცი, ქართველი ადამიანი გზნობს აიგეთ რაღაცა, შიგნიდან გეგლიჯება სული. ყურადღებას არავინ არ მიაქცია, კომპეტენტური კაციც კი არ ჩამოვიდა იქიდან, რაღაც მედიცინის დარგიდან, რაღაც არავინ არ ჩამოვიდა და არავინ არ დაელაპარაკა ამ მშობლებს რა და სამთავრობო ტელევიზიაში ამ ვიდეო რგოლის შემდეგ ამ ბავშვებმა რო ჩაწერეს როგორი უტიფრობაა რა მინდა გითხრათ. სამთავრობო ტელევიზიაში გამოჭიმეს ფხაკაძე როა გიორგი გახსოვთ? კოვიდ პანდემიის დროს ხალხს რო აძალებდა რა. აცრებს და თუ არ აიცრებით იმპოტენტები დარჩებით და მოკვდებით და კაცები ვეღარ გამრავლდებით და ავტობუსებში რო ესე უკანაკარიდან რო აუშვებდნენ გაცრებს რო წინ ჩამოუშვებდნენ ხოლმე და ამას რო აქეზებდნენ მთელი მთავრობა და როგორ განცხადებას აკეთებს. ეგაო ისეთი წამალიაო რომ ჩვენ არ ვიცით მაგის წარმომავლობა საიდან არისო. ეს დეგენერატი, ეს ფსიქოპატი, გიჟი, ეს ფხაკაძე გიჟი და ტელევიზია იმედს აქ მაგის განცხადება წარმოგიდგენიათ? ფხაკაძეს დაეყრდნენ და მაგის განცხადება უდევთ და ამათ საპირწონეთ რა, ამ მშობლების საპირწონეთ, რომ თურმე ეგ წამალი აიცია რა წარმომავლობისაა და რაღაცა რისკებს შეიცავს. თქვენ ჩემისებო თქვენა. ის პანდემიაზე რო ასტრაზენეკათი გადაცერით, ის რაღაცა კიდე რა იყო, რომელი წამლები იყო კაცო? ფაიზერი და რაღაცეები. ხალხი რო იცოდით წარმომავლობა, მთელი ქვეყანა რო გადაწერიდა 17400 ადამიანი როა იმ პერიოდში გარდაცვლილი კოვიდის იმით დიაგნოზით. იცოდით მაშინ წარმომავლობა? ხალხს რო სამსახურებიდან ყრიდით. და მთელი 80% საქართველოსი გადაცერით, ეკლესიები დახურეთ, საფლავებზე ხალხს არ უშვებდით. ცოლ-ქმარი გვერდ-გვერდად დამჯდარიყო მანქანაში. ხალხს იჭედით, თქვენ ჩემისებო თქვენა. და 100 ბავშვის ის გაგიხდათ პრობლემა? კალაძე რო გამოიყვანეთ და კალაძემ რო განცხადება გააკეთა, რომ მაგ წამლის წარმომავლობა არ ვიციოდა, მთელი სამთავრობო რგოლი პანდემიის დროს რო გარბოდით ევროპაში და იქ რო იკეთებდით ნებს, რო აქ არ გაგეკეთებინა და მწვანე პასპორტებს რო ხალხს წინ უფრიალებდით, თქვენ ღორი შვილებო თქვენ. ეხლა ეს ბავშვები ცოდვები არ არიან? ეხლა წარმომავლობა გაურკვეველი წამალი ეგა? მთელ ქვეყანას რო გაუკეთეთ და პირდაპირ ეთერში რო მოგიკვდათ ეკთანი და დღემდე რო არ გამოგიძიებიათ, თქვენ კეთილ ძაღლებო თქვენა. ეხლა გახდა ეგა? ან რა ნამუსით გამოყავთ ბიჭო ეგ ფხაკაძე, ან ეს კალაძე, რო გუშინ თქვენ მთელ ქვეყანას აცრებით რამის გენოციდი მოუწყეთ თქვენ ჩემისებო თქვენა. და მშობლებთან ერთი კაცი არ ჩამოვიდა არც პარლამენტიდან, არც ჯანდაცვის სამინისტროდან და მაგაზე ერთი კომპეტენტური პიროვნება არ გამოვიდა, რომ რაღაცა მოიმოქმედოთ ამ ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთო. თქვენ რა ხალხი ხართ ბიჭო? თქვენ რა ხალხი ხართ? თქვენ ვინა ხართ? საერთოდ რა ხართ ეგეთი? გული როგორ ამოგაგლიჯეს? რა ნამუსით ალაპარაკობთ? საერთოდ ვინა ხართ? თქვენ ქართველები, როგორ უნდა თქვათ, რომ ქართველები ვართო ბიჭო? ამ ბავშვების ცოდვით. და თქვენ ვიღაცა გირჩევთ ბიჭო? თქვენ როგორ უნდა აგირჩიოთ კაცო? ესეთი გოთვერნები ბიჭო.
და მერე გამოდიან, აი ოცნება გამოსწორა. თქვენ კი არ გამოსწორდით, ბიჭო. თქვენ ადამიანების სიცოცხლით, რავი, ვაჭრობთ თქვენ ჩემისებო თქვენა. ფაქტიურად თქვენ ანადგურებთ ეს. 100 ბავშვისთვის წამალი ვერ გიშოვიათ მთელ მსოფლიოში, რომ ამათ წუთები გაუხანგძლივდეთ და მთელი ქვეყანა გადაცერით გაურკვეველი წამლით. თქვენ ახართ ღორები სუფთა ბიჭო. თქვენ კაცები არ ახართ. თქვენ არ აგაქვთ ის სული და გული, რომ რაღაც შეცოდება, ჰუმანურობა, თანაგრძნობა გაგაჩნდეთ, რაც ქართველ კაცს უნდა გააჩნდეს. თქვენ ეგენი არ აგაქვთ. და თქვენნაირი ხალხი გირჩევთ. გამიგეთ? თქვენნაირი ხალხი, თქვენ ნორმალური არავინ არ აგირჩევთ. და არც ახლა არ დღეცებია. ვინც მართლა ქართველია, თქვენ ხმას არ მოგწევს. აი დარწმუნებული ვარ. აი იმდენი სიბინძურის შემდეგ თქვენზე კარგი ვინ უნდა თქვას, ბიჭო? თქვენზე კარგი ვინ უნდა თქვას? თქვენზე კარგს იტყვის თქვენნაირი ღორი. თუ გააზიარებთ ამ ვიდეოს, კარგს იზრდებოდეთ.